დაიწყო ჩემი ბრენდის ისტორია. გამოგიყვებით. ერთი ხანმავლობაში მუშაობდი საერთაშორისო კომპანიაში და ვდიოდი ხოლმე მიუძინებელში და დამქონდა აი ეს ნაჭის ყვავილი, რომელსაც თუ საღამოს სწავლებაზე მივდიოდი ხოლმე მიკეთებდი თავზე, ან მიკეთებდი ხელზე, ან მიკეთებდი ჩანთაზე და ეს პატარა აქსესუარი საერთოდ ცვლიდა ჩემ გარეგნობას. პირველი ყვავილი ყავის, რაც გავაკეთე. და ეს არის ყვავილი ტრანსფორმერი, რომელიც შეიძლება გაიგეთო ისეთზე, რომელიც შეიძლება გაიგეთო ქალზე, შეიძლება გაიგეთო ხელზე, ჩანთაზე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ასე ჩემი ისტორია. საერთოდ ყველა კომპანიას, ბრენდს აქვს თავისი ისტორია. თუ ისტორია არ არის, იქმნება ხოლმე, იწერება სპეციალურად. და მე უბრალოდ გავიხსენე ჩემი ისტორია და ჩემს ეს ისტორია შევუქმნი. საერთოდ თემა ტრანსფორმაციის არის ჩემი საყვარელი თემა. ჩემ ყველა ნამუშევარში შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ტრანსფორმაცია გაყვება ხოლმე ასე ვთქვათ ლეიტმოტივად. ყოველი აქსესუარი შეიძლება სხვადასხვანაირი ფორმით გამოიყენოთ. ეცვლება თავსახური. და სიძვეთო ყოფნის ეს ორნამენტია ისეთაც. მე გიყვებოდით ალბათ, რომ ყველა ჩემი ნამუშევარი არის ხელით გაკერილი, იკერება ორი ნემსის პრინციპით. აი ახლა ზუსტად ამას გაჩვენებთ. ძაფი არის გაყრილი და თავში და ბოლოში აქვს ორი ნემსი. ახლა გაჩვენებთ. აი ეს ორი ნემსი ისეთი დიდი ყურებით. და იკერება, ლაზერით კეთდება ხოლმე ნახრეთები, ზოგ შემთხვევაში ხელითაც ვაკეთებ ხოლმე ნახრეთებს, მაგრამ ამ სარკეზე უკვე ლაზერით მაქვს გაკეთებული და მთავარი არის უბრალოდ მე ხა ჩქარა ვაკეთებ, იმიტომ რომ ხელი მაქვს მიჩვეული, სწორედ დასვა ძაფზე ნემსი, რომ აი ესეთი სწორი ხაზი გამოვიდეს. ქალის აქსესუარების გარდა ასევე ძალიან მიყვარს ინტერიერის აქსესუარების შექმნა, მაგალითად სარკეები და ყავთან ერთად სხვადასხვა მასალასაც ვიყენებ ხოლმე. ახლა გაჩვენებთ მაგალითად სანაც. ამ სანაცში ყავი არის გამოყენებული, ეს არის მთლიანად დეკუპაჟით შექმნილი. სიამოვნებას განაჭერს სხვადასხვა მასალასთან მუშაობა. ეს არის ნაჭერი, ახალი გამოყენებული ნაჭერი, ქაღალდი და ამის ელემენტებსაც ვიყენებ ხოლმე აქსესუარებში.